გამარჯობა, მე ინა ვარ. სტუდენტი, რომელზეც ინფლაციამ ზუსტად ისე იქონია გავლენა, როგორც ყველა დანარჩენზე. პროდუქტებზე ფასები დღითიდღე იზრდება. მოქალაქეები კიდევ უფრო ხშირად საუბრობენ ყოველდღიური ხარჯების ზრდაზე. ეროვნული ბანკი კი სიტუაციის დარეგულირებას ცდილობს. საინტერესოა, რა იწვევს ამ პროცესს და როგორ ჩანს ის სამი სხვადასხვა ადამიანის პერსპექტივიდან. როგორც ის სტატისტიკა გამოაქვეყნა ინფლაციის სტატისტიკა და გვაქვს დინამიკა შედარებითი ზრდა 2024 წლის შემდეგ. მინიმუმ ნიშნულზე ფაქტორად 2%-ზე იყო დასული 2024 წლის ბოლოს, თუმცა იანვრიდან გვაქვს მაჩვენებელი 2-დან უკვე 3.5-მდე. ჩვენ როგორც ვთქვით, გვაქვს ბევრი იმპორტირებული პროდუქტი და შესაბამისად მათი ფასების ზრდა პირდაპირ პროპორციულად აისახება სამომხმარებლო კალათაზე. ეროვნული ბანკის თარგეტირებული პოლიტიკა, რომელიც იყო დაახლოებით 3%, არც ისე შორს არის რეალურ მაჩვენებელთან, რაც შეიძლება ითქვას, რომ არის კარგი პროგნოზირების შედეგი. თუმცა რამდენად მოხერხდება სამომავლოდ ამ ტენდენციის შენარჩუნება, არსებული საბაზრო გამოწვევების მიხედვით რთული დასაპროგნოზებელია. საქართველოში პროდუქტის ფასები ყოველწლიურად იზრდება, განსაკუთრებით ეს გამოიხატება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, თუნდაც როგორც ჩემთვის და სხვა სტუდენტებისთვის ეს რთულია, მაგრამ ან ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის ფასდაკლებები ან სტუდენტზე მორგებული შეთავაზებები, რადგან ის ხარჯი, მომეტებული ხარჯი და ფასები მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან. ყოველწლიურად ქართულ ეკონომიკას კარგად ვცნობთ, უკეთესობა ნაკლებად, ეს ინფლაცია მუდმივად იცვლება და შესაბამისად როგორ იცვლება ეს ყველაფერი კარგად ჩანს. გონია რომ ციფრებში ვაუ რა მაგარია რომ უკვე 10,000 რო შოულობდი თვეში 15,000 შოულობ, მაგრამ ხარჯები რეალურად მსყიდველთ უნარიანობა ძალიან შემცირდა. ნუ რაღაცა ფინტეკებში და ტექნოლოგიურ სტარტაპებში შეიძლება უსაზღვროდ მეტი აწარმოო მინიმალური ხარჯების ზრდით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ინფლაციაზეც იმოქმედებს, იმიტომ რომ თვითონ ინფლაცია არ არის პირდაპირ კავშირში, მაგრამ პროდუქტის ფასი შემცირდება და შესაბამისად ეკონომიკაშიც ბევრად უფრო გადანაწილდება მსყიდველთ უნარიანობა, ფასის მოთხოვნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტში წლიური ინფლაცია 3.5% იყო, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 1.1%-ით გაიზარდა. ინფლაცია ახლოს რჩება სების 3%-იან მაჩვენებელთან. ეროვნული ბანკის განცხადებით, ინფლაციის ზრდა ძირითადად სურსათის გაძვირებამ გამოიწვია, განსაკუთრებით კი პურის ფასმა. ასევე საერთაშორისო ბაზრებზე საკვების გაძვირებამ გავლენა ადგილობრივ ბაზრებზეც მოახდინა. საბაზრო ინფლაცია, რომელიც არ მოიცავს მერყევ პროდუქტებს, ენერგიასა და სიგარეტს, 2.4% იყო. იმ პირობებში, როცა ფასების დინამიკაზე გლობალური პროცესები სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს, მონეტარული სტაბილურობის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამოცანად რჩება. მოსახლეობა კი შვებას მხოლოდ მაშინ იგრძნობს, როცა ინფლაციის შემცირება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე რეალურად აისახება.